მოუწევს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადაიხარა ამ შემადგენლობით. რა სიტყვით ბატონო აკაკი, მადლობა პირველ რიგში რომ ხარ ჩვენი სტუმარი, მე გამარჯვება. მინდა ეხლა რომ მოგილოცოთ და თქვენთანაც გავიმეორო ის სიტყვები, რაც გუშინ ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს ვუთხარი, მინდა გისურვოთ მშვიდი და ნამდვილად დემოკრატიული მომავალი 4 წელი. ვნახოთ როგორ გაართმევთ ამ ყველაფერს თავს. მიპასუხეთ რა სიტყვით ჩრდილოეთისკენ მიმართული ვექტორები გაჩნდა უკვე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოშიო. მოგესალმებით, გალავტომინგა, ჩემთვის პატივია თქვენთან სტუმრობა. მადლობა ჩემთვისაც ასევე. მესალმები ჩვენ საზოგადოებას, დიდ მადლობას კიდევ ერთხელ გადავუხდით ჩვენ ხარდამჭერებს, ალბათ იმ დობისთვის რაც გამოგვიცხადეს, რომელიც მიმაჩნია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა არის და უზარმაზარი ტვირთია პირველ რიგში. რადგანაც ჩვენ დღეს გვაბარია ის სადავეები, უბრალოდ როდესაც დასრულდება მეჩვენების, ჩვენ გვექნება უდიდეს პასუხისმგებლობა, რათა შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც მივეცით საზოგადოებას, რათა ჩავატაროთ ის რეფორმები, რომელიც გასაკეთებელია და მე მიმაჩნია, რომ ვერაფერ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ თითქოს და ქვეყნის კურსი გადაიხარა რომელიმე მმართველობით, ჩვენ რჩებით და ქართული ოცნება რჩება ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხარდამჭერ ძალად, რომელმაც რეალური ნაბიჯები გაადგა გასული 4 წლის განმავლობაში ამ მმართველობით, ჩვენ რჩებით იმ ფასეულობის პროდუქტში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ასევე გაგრძელდება შემდგომ 4 წლის განმავლობაში. ბატონო აკაკი, ერთი კითხვა მინდა უკაცრავად რომ დაგისვათ. გასაგებია რომ თქვენ ამბობთ რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, ქართული ოცნება იქნება დომინანტი და ასე შემდეგ. თქვენ პირადად რით იხსნით იმას, აი თქვენ ბრძანდებით ახალი სახე, ახალი გუნდის ახალი სახე. რით იხსნით იმას, რომ ამომრჩეველმა პარლამენტში შეიყვანა პატრიოტთა ალიანსი, ნაცვლად თავისუფალი დემოკრატების, ნაცვლად რესპუბლიკელების და რით იხსნით იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო შეესრულებინა თავისი პირობა, მის მიერვე დადებული პირობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გააკრობდა რადარებიდან. ნაციონალური მოძრაობა ძალიან მძლავრი რესურსი თუ შევლენ შევა პარლამენტში. პირველ რიგში მინდა წარმატება უსურვო როგორც რესპუბლიკელებს, ისე თავისუფალ დემოკრატებს მომავალ პარტიულ საქმიანობაში. მიმაჩნია, რომ ეს პარტიები, რომლებიც იყვნენ პარტნიორები თავის დროზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ ქართულ ხალხთან ერთად დაასრულა ძალადობრივი რეჟიმი, მიმაჩნია, რომ მათი ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე უდაოდ არის და უსურვებ კიდევ ერთხელ მათ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და ძალიან დასანანია მართლაც ის პროცესები რაც ხდება, რასაც ჩვენ მომსწრე ვართ ამ ეტაპზე. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამორჩევლის ნებას. ეს არის საზოგადოების დღევანდელი განწყობების გამოხატულება, ის შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ არჩევნებთან მიმართებაში. ერთ-ერთი ძირითადი ლოზუნგი, რითაც პატრიოტთა ალიანსი მოდიოდა, ეს გახდა სწორედ ის, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, ისინი თქვათ ძალიან კარგი ტონით და ძალიან ისეთ წარმოდგენა, როგორ და რა პრინციპით უნდა მოხდეს, რაც ალბათ ეხმიანება საზოგადოების გარკვეული ნაწილის განწყობებს. ბატონო აკაკი, უკაცრავად ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. სრული უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა და დღეს არის ერთი მთავარი კითხვა. რას გააკეთებს ქართული ოცნება ამ სრული უმრავლესობის პირობებში? ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაგვიდასტურა გუშინ ირაკლი კობახიძემ ჩვენთან პირდაპირ ეთერში საუბრისას, არის ის, რომ ოჯახის შესახებ განმარტება ჩაიწერება მაგალითად კონსტიტუციაში. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამ ქვეყნის ისეთი მთავარი პრობლემაა ეს ოჯახის განმარტების ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ შეერ ადამიანებს, რომელთა პრობლემები ყველანაირი გამოკვლევების მიხედვით არის უმუშევრობა და უფულობა, დღეს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია გამარჯვებული ძალისგან ოჯახის განმარტების ჩაწერა, ვიდრე დაუშვათ სხვა მთელი რიგი პრობლემების მოგვარება, იგივე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ხალხო, მესმის კითხვა აბსოლუტურად მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
ჩვენი ამოცანა რა თქმა უნდა პირველ რიგში არის იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ჩვენ გვიდევს წინასაარჩევნო, ჩვენ გქონდა წინასაარჩევნო პროგრამაში, რომელიც არის ძალიან ამბიციური და რეალისტური პროგრამა იმისა თუ მივახციოთ სწრაფი განვითარებით კეთილდღეობას. ეს არის რა თქმა უნდა ძირითადი ამოცანა. უბრალოდ ის რაც ეხებოდა ჩანაწერს კონსტიტუციაში ოჯახთან მიმართებაში ეს იყო ძალიან მკაფიო დაპირება, რომელიც გასცა ჩვენმა ლიდერმა, არჩევნებმა თუ არ ვცდები 2-3 კვირით ადრე, ძალიან მკაფიო თქვი და ეს უბრალოდ სიმბოლო ჩემთვისაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგაშია რომ არჩევნების წინ ქართული ოცნება, რომელიც აცხადებდა ამბიციას, რომ გამხდარიყო ამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ხელისუფლება და მმართველი გუნდი ერთ-ერთ მთავარ დაპირებად ამ ოცნებამ არჩევნების წინ მოგვცა ის, რომ თურმე ოჯახის განმარტებას ჩაწერდა კონსტიტუციაში. მე დაახლოებით გიცნობთ ბატონო აკაკი, მაინტერესებს თქვენს ფიქრობთ, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც სასწრაფოდ საკონსტიტუციო განმარტება ჭირდება? პირდაპირ რომ მიპასუხოთ. პირდაპირ გიპასუხობ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ამ ცვლილებას არ აქვს, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის აქვს, იმიტომ რომ ჩემი აზრით არანაირი საფრთხე ქორწინებას და ამის განსაზღვრებას, რომ ეს არის მამაკაცსა და ქალ შორის ერთობა, ისედაც არის გამყარებული ჩვენ კანონმდებლობაში, უბრალოდ უფრო მაღალი დონის დოკუმენტში თვლიდა საზოგადოების ნაწილი ეს უნდა შევიდეს და მე ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საზოგადოების ამ ნაწილის განწყობას, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოთ. ეს არის და ეს, იმიტომ რომ თვითონ პრინციპი, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა, ამას თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა ვეთანხმებით და ეს არის ჩვენი ტრადიცია, ეს არის ჩვენი ფასეულობები. ჩვენ გავეცით დაპირება და როგორც ამ დაპირებას, ისე ყველა იმ დაპირებას, რომელიც არის ჩვენ საარჩევნო პროგრამაში, ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ უცილებლად ყველა დაპირება ჩვენ შევასრულოთ, რომელიც გავეცით. აი ეს არის ამიტომ არის პრინციპული ჩემთვის და ამიტომაც მეც რა თქმა უნდა ხარს დაუჭერ, რადგანაც ჩვენ გავეცით ეს დაპირება, ამ დაპირებას ისე როგორც სხვა დაპირებებს, რომელიც უკვე ადამიანების ბედზე, სიღარიბეზე და მათ ამ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე და ევროპულ ქვეყანად ჩამოყალიბებაზე რეალურ ზეგავლენას იქონიებს, იმ დაპირებებსაც ანალოგიურად შევასრულებთ. აი ეს არის ჩემთვის ვინ იქნება თქვენი გუნდიდან პარლამენტის თავმჯდომარე? შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით? ქალბატონო ინგა, ნამდვილად არ ქონი ამ თემაზე საუბარი, მე შეიძლება ჩემი საკუთარი პრეფერენციები მქონდეს, მაგრამ გუნდის შიგნით ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. და თქვენს პრეფერენციებს თუ მივყვებით, სადამდე მივალთ? ჩემ გამო ალბათ ახლა არაკორექტული იქნება, რომ ვინმეს ხარ დაუჭირო, მანამდე სანამ ამის თაობაზე მსჯელობა იქნება გუნდის შიგნით. ერთ-ერთი მთავარი თემა არის თემა შემოვა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. დღეს საღამოს 8 ნახევარზე პარტია გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას. ნუ წინასწარი ინფორმაციით არის ძალიან დიდი დაპირისპირება ამ გადაწყვეტილების გამო. სააკაშვილი იქიდან ოდესიდან აკეთებს მოწოდებას, რომ მეორე ტურში არ უნდა მიიღოს მისმა გუნდმა მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი დადგა. მე მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს ქართული ოცნების შიგნით რა გეგმები გაქვთ იმ შემთხვევისთვის თუ უცებ ნაციონალური მოძრაობა გამოაცხადებს რომ არ შემოდის პარლამენტში მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესების ნორმალური განვითარება ქვეყანაში მივა თუ არა პოლიტიკური სიტუაცია კრიზისამდე ამ შემთხვევაში რა შეგიძლიათ მითხრათ კანონინგა პირველ რიგში მე პირადად და ეს მე დამფიქსირებია ადრეც და ეს არ იქნება რაღაც ახალი განცხადება ჩემი მე პირადად ძალიან ნაკლებად მანდარდებს იმ პოლიტიკური ძალის ბედი და შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში, რომელიც ჩადიოდა სისტემურ ძალადობას და არ აღიარებს და არ ინანიებს ამას. და ასევე მგონია, თუ ისინი თავიანთ საკუთარ ამორჩეულს თლიან საზოგადოებას რო პატივს არცემდნენ, ეს 9 წელმა დაგვანახა, ხოლო საკუთარ ამორჩეულსაც თუ არცემენ პატივს, ეს უკვე მათი საქმეა, რას გადაწყვეტენ, შემოვლენ თუ არა. არ მგონია ამა რაიმე ზეგავლენა მოახდინოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე ამ ქვეყანაში და ამითი მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს მოაწერენ ხელს შემოვლენ თუ არ შემოვლენ მაგ გადაწყვეტილების მიღებით. კიდევ ერთხელ მეორე, რატომ უნდა დაუჭიროს მე შემდგომში მომავალში ამორჩეულმა მხარი თუ ისინი არცემენ იმ 9 მილიონამდე ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს, რომელიც მათ ამ ეტაპზე მხარი დაუჭირა
მაგრამ იცით რა მინდა გკითხოთ ბატონო აკაკი, პირობა კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომელსაც ქართული ოცნება, მათ შორის თქვენი ლიდერიც ბიძინა ივანიშვილიც, სულ არჩევნების წინ დებდა, იყო ის, რომ ძალიან მცირე რაოდენობით ქონდა შანსი ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლის და რეალურად მოსვლის პირველივე დღეებიდან არჩევნების წინა საღამომდე თქვენი გუნდი გვიანონსებდა, რომ ნაციონალები გაქრებოდნენ რადარებიდან. ჩვენ რა ვნახეთ? ვერც ერთი პროდასავლური პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში და 27% არის ძალიან დიდი პროცენტი საიმისოთ, რომ რადარებიდან გამქრალი პარტია უწოდოთ ნაციონალურ მოძრაობას. როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა ასეთი არჩევანი ამ მომრჩევლის მხრიდან? ამას ალბათ გაანალიზებდით გუნდის შიგნით. ქალბატონო, მოდი ესე ვთქვათ, ვერ დაგეთანხმებთ იმ შეფასებაში, რომ ერთ ერთი პროდასავლური პარტია ვერ მოხვდა. არა, გულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, რომელიც მე ნამდვილად არ მივცემ ჩემ თავს უფლებას გიწოდოთ, რომ თქვენ ხართ პრორუსული პარტია თქო, მაგრამ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს. მესმის. მოხდა კონსოლიდაცია, რა თქმა უნდა, როგორც ვიხდით, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობამ რუსთავი ორის მეშვეობით შეძლო და დააჯერა, რომ ისინი არიან პროდასავლური ღირებულების მატარებელი და რეალურად ის ადამიანები, ვინც ამ კურსს უჭერენ მხარს და ასეთი საქართველოში უმრავლესობაა, მოახდინეს გარკვეულწილად მათი მობილიზება რაღაც ნაწილის და ის ამორჩელი არ წავიდა, თქვა და არ მიცახმა რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს. რაც სამწუხაროა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არანაირი პროდასავლური ძალა ნაციონალურ მოძრაობა არ არის, დეკლარირებული პროდასავლური მიმართულება არ ნიშნავს იმას, რომ პროდასავლური მიმართულების ხარ, როდესაც არც ერთ დასავლურ ღირებულებას რეალურად პატივს არ ცემ და არ ახორციელებ, ხომ? ადამიანის წამება არ არის პროდასავლური მიმართულება, სისტემური დანაშაული, ძალადობა და სასამართლოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვა ნამდვილად არის პროდასავლური მიმართულება. ასე რომ, როდესაც ძალა აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ ის გარდაიქმნა, განახლდა და ხედავთ, რომ მართლაც რამდენიმე ადამიანი, ვინც მოხვდა მათ სიაში, არის ასეთი ღირებულების მატარებელი, მაგრამ ეს ზალა, როდესაც არინანიებს კიდე ხას უსვავ, გადასტომას უწოდებს და ცალკეულ შესტომებს სისტემურ დანაშაულს, იმ ძალის პოლიტიკურ მომავლის მე ამჯერა და ქალბატონო, სწორედ ეს იყო განცხადების მომენტი, რომ ჩვენ ფიზიკურ განადგურებით კი არ ვემუქრებოდით ნაციონალურ მოძრაობას. საუბარი იყო მათი პოლიტიკური რადარებიდან გაქრებოდნენ და ვერ აიღებდნენ 5%-ზე 10%-ზე მეც. 13% გამოსდით მთელი პარლამენტის შემადგენლობის.